კარგი, პრეზიდენტო ტრამპი, თქვენ ქალთ მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა. მოდი ვნახოთ, შეძლებთ თუ არა უკეთესად გაართვათ თავი. მე ვფიქრობ, რომ ისრაელმა შესანიშნავად და ძალიან ზუსტად იმოქმედა. იცით, როცა ისინი ჩვენ, როცა ჰეზბოლა ესწრის ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობას და ჩვენს ჯარისკაცებს, ჩვენ ვუმიზნებთ მათ ლიდერებს. ჩვენ არ ვანგრევთ მთელ შენობას. ჩვენ ვუშვებთ ერთ-ერთ ჩვენს ჯურს მათ ბინებში ან სარდაფში, ან სადაც არ უნდა იყოს, დაჰიაში ან ლიბანის სამხრეთის სხვა ნაწილში და ვანეიტრალებთ მათ. აი ეს გავაკეთეთ ირანში. პრეზიდენტი ამაყობდა და სწორადაც იმ ფაქტით, რომ ირანში პირველი ეშელონის ლიდერობა ლიკვიდირებული იყო ირანის ომის პირველ კვირებში. ვინ გააკეთა ეს? ეს იყო ისრაელი. კარგი. ჩვენ არ გვჭირდება სრული განადგურება, რომ მივახციოთ ჩვენ სამიზნეებს. ამიტომ ვფიქრობ, პრეზიდენტი აკეთებს იმას, რასაც აკეთებს, ეს მისი სტილია. კარგი. ის აკეთებს განცხადებას, რომელსაც აქვს ფაქტობრივი საფუძველი, მაგრამ ის აჭარბებს და ის ამას კონკრეტული მიზნისთვის აკეთებს. მაგრამ კარგი ვითარება ასეთია. მარკ, შენ აქ ისრაელში ტრამპის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე დამცველი იყავი რესპუბლიკელებთან ერთად, რომლებიც ისრაელს აკვირდებიან. მაგრამ გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა ეს არკევს შენს ნდობას იმაში, თუ როგორ მართავს პრეზიდენტი ისრაელისა და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების ინტერესებს. არა, მე გულწრფელად რო ვთქვა, არა. ვფიქრობ, ერთ-ერთი რამ, რაც ამ ყველაფერში მოხდა, ჩვენ ისრაელში, რა თქმა უნდა, ბევრი რამ გვაქვს სასწორზე. და ჩვენი ქვეყნის არსებობა დგას საფრთხის წინაშე, როდესაც საქმე ბირთვულ საფრთხეებს, ბალისტიკურ რაკეტებსა და პროქსებს ეხება. ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან განსაკუთრებული შეხედულება, რომელსაც მე, როგორც ამერიკელ-ისრაელელი, ვიზიარებ. მაგრამ მეორე მხრივ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი არჩეულია იმისთვის, რომ დაიცვას შეერთებული შტატების ინტერესები. და შეერთებული შტატების ინტერესები მხოლოდ ახლო აღმოსავლეთით და ირანით არ შემოიფარგლება. ეს ძალიან დიდი სამყაროა. ბევრი რამ ხდება, ჩინეთი, კუბა, დასავლეთ ნახევარსფერო და ძირითადად ეკონომიკა. და ეს, ნიკოლე, ჩემი აზრით, სწორედ ამას ეხებება მთელი ეს ურთიერთგაგების მემორანდუმი. ეს მხოლოდ ურთიერთგაგების მემორანდუმია. ეს არ არის სავალდებულო დოკუმენტი. ეს არ არის სამშვიდობო შეთანხმება. ეს უბრალოდ დაონების მექანიზმია. და რაც პრეზიდენტს აწუხებს და სრულიად სამართლიანად, ეს არის არჩევნები, ნოემბერში დაგეგმილი შუალედური არჩევნები. და ეს არჩევნები განსაზღვრავს, ვინ გააკონტროლებს კონგრესს, განსაკუთრებით წარმომადგენელთა პალატას. როგორც თქვენი მაყურებლები იციან, იცით, შუალედური არჩევნების წელს მოქმედი ძალა, ამ შემთხვევაში რესპუბლიკელები, კარგავენ ამ ადგილებს წარმომადგენელთა პალატაში. ჩვენ გვაქვს ორმანდატიანი უმრავლესობა, ფაქტობრივად ვაკანსიების გათვალისწინებით, და ეს ძალიან ადვილია რომ დაკარგო. და თუ დავკარგეთ, აი პრობლემა, ეს მხოლოდ პარტიულ პოლიტიკას არ ეხება. ეს ეხება იმას, ვინ მოვა ხელისუფლებაში წარმომადგენელთა პალატაში ნოემბერში, თუ ამ უმრავლესობას დავკარგავთ. ეს იქნებიან დემოკრატები, პარტია, რომელიც სრულიად გზას აცდა. ისრაელში ყველა ამას ხედავს, ნიუ-იორკში, სიეტლში, ლოს-ანჯელესში, ჩიკაგოში, სადაც არ უნდა იყოს. ეს არის პარტია, რომელსაც არ აქვს მკაფიო პოლიტიკის პროგრამა, არც შიდა და არც საგარეო. მაგრამ რაც ნამდვილად აქვს და რაშიც სრულიად ერთიანია, ეს არის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ ბრძოლა. და ისინი აპირებენ თუ თეთრ სალს უკაცრავად წარმომადგენელთა პალატას მიიღებენ, მაშინვე დაიწყებენ იმპიჩმენტის პროცესს. ისინი დაიწყებდნენ საგამოძიებო კომიტეტის მოსმენებს, რათა ხელი შეუშალონ მის ადმინისტრაციას მისი ვადის ბოლო 2 წელიწადში. ეს კატასტროფა იქნებოდა. ეს არის კატასტროფა. დობა. და სწორედ ამის თავიდან აცილებას ცდილობს ის. Empikrob საუკეთესო გზა და მან იცის, რომ ამის თავიდან აცილების საუკეთესო გზა ისაა, რომ ამერიკელი გადამხდელი რეალურად არ არის დაინტერესებული უცხოურ ომებში. ის დაინტერესებულია საკუთარი საფულითა და ოჯახური ბიუჯეტის საკითხებით. აი სწორედ ამას ცდილობს ის. ეს შეთანხმება, ან ურთიერთგაგების ეს მემორანდუმი, ეს შეთანხმება არ არის ურთიერთგაგების ეს მემორანდუმი, თუ ის ხელმოწერილი იქნება. სხვათა შორის პრეზიდენტმა მიანიშნა თუ ყურადღებით მოусმენთ, რომ შეიძლება შანსი იყოს, რომ ის არ იყოს ხელმოწერილი. ასე რომ ნებისმიერ შემთხვევაში სწორედ ამას ცდილობს ის. ნავთობის ფასის შემცირება, ინფლაციის შემცირება, საკვების ღირებულების შემცირება, ეს შეჩერებულია სასუქის ფასების გამო, რომლებიც მოდის სპარსეთის ყურიდან და სხვა ადგილებიდან. და ამერიკელ გადასახადის გადამხდელს მოუტანოს ძლიერი საფონდო ბირჟა, ძლიერი კაპიტალის ბაზრები მთელ მსოფლიოში და აპოვებული ეკონომიკა. თუ ამას შეძლებს, აქვს შანსი ნოემბერში ეს არჩევნები მოიგოს და ქვეყნის ერთიანობა შეინარჩუნოს.